ყველაზე რთული, ღალატი კი არა. მისი მოლოდინი და ამის მიუხედავად მაინც სიკეთის არჩევაა. პატარა ქვის ოთახში სუფრასთან 13 ნისხედან. პურს ტეხენ, ღვინოს ასხამენ, კედლებზე ზეთის ლამპრები ციმციმებს. ის სუფრიდან დგება, მოსასხამს იხსნის, თიხის ტაშტს იღებს და წყლით ავსებს. მერე მუხლებზე დგება. პირველის ფეხებს ხელებში იღებს და ბანს. მტვრიანი გზები, დახეთქილი კანი, წლობით სიარული. ასე სათითაოდ ყველას. მერე მასთან მიდის, ვინც განცალკევები წის. მასთან, ვისაც ქამარზე ტყავი ქისახკიდია და ფასი უკვე იცის. ყველაფერი იცის. ამ ოთახში მყოფნი სიმართლეს დილით გაიგებენ. ის მაინც მუხლს იღრის. მასაც ისევე ბანს ფეხებს და იმავე ტილოთი უმშრალებს. ზევით იხედება. არა საყვედურით, არა ბრაზით, არამედ იმავე მზერით, რომელიც სხვებს აჩუქა. ტაშტი იატაკზე რჩება. პირსახოცი დაკეცილია. ვახშამი კი ისე გრძელდება, თითქოს არაფერი მომხდარა. თუმცა ყველაფერი უკვე მომხდარა. პატიება ღალატის შემდეგ კი არა, მანამდე.